მაგია კარგად იყიდება. თუ არსებობს ისეთი არქეტიპი, რომელიც ან მარტო ქალშია, ან მარტო მამაკაცში. მე შენთან ჩემი თავი მომწონს. ეგ ყოველთვის ეგრეა. ანუ მე მომწონს ხარ არა შენ კონკრეტულად. მე მომწონს დამთხվება. შენ რომ დაემთხვია ჩემსას. თუ არის კავშირში არქეტიპი და სექსუალური ორიენტაცია, სინამდვილეში სიყვარულს და ვნებას არა აქვს სქესი. სქესმა ევოლუცია განიცადა. და ის საინტერესოა ვინ ვართ ჩვენ. ყველა არქეტიპი ჩვენთან არის სიტუაციის შესაბამისად. ანუ ჩვენ თვითონ ვუკეთებთ ჩვენს არქეტიპს დომინირებას, ხო? ესე გამოვიდა. განვიხილავ ამას დიდი ბიოლოგიის გადმოსახედიდან. ანუ ადამიანის ტვინს წინასწარმეტყველების უნარიც გააჩნია, რომ არა, იუნგი ფანტაზიურია. არქეტიპი არის ქცევის მოდელი. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდელი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება Podcast Point-ში და თუ თქვენც ეძებთ სივრცეს, თქვენი კონტენტის შესაქმნელად აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღევანდელი ჩემი სტუმარია ქალბატონი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება. ქალბატონი დია ყოლბაია. გამარჯობა ქალბატონი დია და ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მესტუმრეთ. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ანამ და არაჩვეულებრივ გარემოს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის. ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ნინო ბებიაშვილთან ერთად და როდესაც ეს სიუჟეტი გავიდა სოციალურ ქსელებში და YouTube არხზე, კომენტარების 90% გთხოვდა, რომ ცალკე მომეწვიეთ თქვენ და ცალკე ქალბატონი ნინო. და აი შევხვდით და უღრმესი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და დამიცმეთ დრო კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. დღეს მინდა ვისაუბროთ ადამიანის არქეტიპებზე. რა როლი გვაქვს, რომელიც შემდეგ ძალიან მოქმედებს ჩვენს ხასიათზე და ქცევაზე. იუნგის 12 არქეტიპიდან თითოეულს თავისი უნიკალური, ასე ვთქვათ, ვიზუალური ენა აქვს. და ის საინტერესოა ვინ ვართ ჩვენ თითოეული მათგანი და რომელი არქეტიპი მართავს ჩვენ ცხოვრებაში. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ ძალიან რთული თემისთვის და მე არა ვარ რა ფსიქოლოგი, აქედან გამომდინარე ამ თემას როგორც ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან ნაკლებად შევეხები. მე როგორც ექიმი განვიხილავ ისეთ ძალიან საინტერესო ასპექტს, როგორიც არის არქეტიპების ნეირობიოლოგია, ანუ მატერიალური სუბსტრატი. რა განაპირობებს ამ ეგრეთ წოდებულ არქეტიპებს. ჩვენ ვირჩევთ არქეტიპს? არა. ეს არის ჩვენს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში, ჩვენი გენის მატერიალურ საფუძველში ჩაწერილი ქცევის მოდელი. პატერნი, ფსიქოინტელექტუალური პატერნი. ძალიან კარგი შედარება, აი მაგალითად ძვლები. ხომ ხერხემალი ძვლები, ნეკნები, ჩონჩხი. ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი სხეულის ფორმას. არქეტიპი იგივეა ფსიქიკისთვის. არქეტიპი არის ფსიქიკის სტრუქტურის მთავარი ალგორითმი, მთავარი საყრდენი. მაგრამ არაერთი, არამედ არქეტიპების სისტემა. მოდით შევთანხმდეთ ყველაზე მარტივი განმარტება. არქეტიპი არის ქცევის მოდელი. ეს არის გადარჩენის ალგორითმი. ეს არის ფსიქოინტელექტუალური ქცევის სტრუქტურა. და მე მინდა დავიწყო აი ამ ძალიან საინტერესო კოლაჟით, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ზღაპრებს, ჩვენი ბავშვობის ზღაპრებს და ჩვენი მოგონებები. ეს არის სამი კაკალი კონკიასათვის. ყველასათვის საყვარელი. იდეურად იცით როგორი, აი
დედა და ბებია დანამული თვალებით რომ მოგიყვება ზღაპარს. აი ესეთი ზღაპარი. შემდგომ ოზი ჯადოქარი ოზის საოცარი ჯადოქარი волшебник изумрудного города იყო საბჭოური ვერსია. შემდგომ ესეც გარკვეული ზღაპარია, მაგრამ იტალიური ნეორეალიზმის ჭრილში გადაკვეთილი ზღაპარი, რომელიც დრამატულად ვითარდება ხოლმე ჩვენს რეალობაში. კაბირიას ღამეები გვახსოვს, ჯულიეტა მაზინა, მისი საოცარი ღიმილი, რომელმაც პლანეტა აატირაო. შემდგომ თოვლის დედოფალი ანდერსენის, შემდგომ ლურჯი ფრინველი მეტერლინგი და იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი როკ ოპერა ენდრიუ ლოიდ ვებერის. რატომ მოვიყვანე ეს მაინც და მაინც ეს ეპიზოდები ეს? იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად არის წარმოჩენილი აი ძირითადი არქეტიპები. მოდით დავიწყოთ. აი მაგალითად სამი კაკალი კონკიასათვის. გოგონა დაჩაგრული. ანუ მსხვერპლის არქეტიპი. ანუ ამ გოგოს აქვს ქცევის მოდელი, როგორ ის არის დაჩაგრული, დედა გარდაეცვალა, მამამ სხვა ახალი მოიყვანა, იმას გერები მოყვა. მთელი ამბები ეს გოგო დაიჩაგრა და თავისივე სახლში მოახლეა და ის ცდილობს გადარჩეს. რაღაცა ფორმით ხომ უნდა გადარჩეს, მაგრამ ის არის მსხვერპლის როლში. და როგორ გადარჩა? პრინცმა იპოვა, ცოლად შეირთო, ფეხსაცმელი მოარგო. ანუ მსხვერპლი გადარჩა, მაგრამ არაშინაგანი ტრანსფორმაციით, არაშინაგანი ზრდით, არაშინაგანი გარდასახვითა და მომწიფებით. თავისი ძალის ხმებით კი არ მოხდა მისი გადარჩენა. გარედან გადაარჩინა პრინცმა. მსხვერპლის არქეტიპი. სხვა ადამიანმა გადაარჩინა. ვიღაცამ, ანუ ელის რომ ვიღაცა, როდის მოვა პრინცი თეთრ რაშზე აფხედრებული. შემდგომ მაგალითად ოზის საოცარი ჯადოქარი. აქ რა არის, რომ დიდი ქარიშხალი დატრიალდება, სახლს მოწყვიტავს, აქ არის პატარა გოგონა დოროცი, რომელიც აღმოჩნდება შემდგომ აი ამ ჯადოსნურ ქვეყანაში, ოზის ქვეყანაში. სადაც ცხოვრობს საოცარი ჯადოქარი. სახელი ქვია ოსკარ, რაღაცა. სინამდვილეში ეს ოზის ჯადოქარი არის თაღლითი. ის ფოკუსნიკია, ილუზიონისტია, უბრალოდ თავს ესე ასაღებს, ესე ჟარგონზე რომ ვთქვათ და წარმოაჩენს, რომ მე ვარ დიდი ჯადოქარი, დიდი მაგი ვარ. და ეს გოგონა სახლში უნდა დაბრუნდეს. ვერ ბრუნდება, ამიტომ მისი მიზანი ამ ჯადოქრამდე მივიდეს, რომ მან დააბრუნოს. და აი ამ გზაზე ჯადოქრამდე, ანუ მაგამდე გზაზე ის იძენს მეგობრებს. ეს არის რკინის შეშის მჭრელი, ჟილიეზ დრავასიაკ. არის რომელსაც ჭკუა უჭრის ღონე, მაგრამ გული არ აქვს, სულ რკინის არის. მეორე მეგობარი ეს არის იმითი ჩალით გატენილი საფრთხობელა ბოსტის საფრთხობელა, რომელიც ძალიან კეთილი და ბუნჩულა, მაგრამ უჭკუა. მესამე არის ლომი, მაგრამ შიშარა ლომია. ნახეთ როგორ არის დაალაგებული, ესეც არქეტიპული პერსონაჟებია, ძლიერი, მკაცრი, რაღაცა მომენტში ნაკლებ ემპათიური, რომელიც განიცდის, რომ არ აქვს ეს ემპათია და თანაგრძნობა. და ყველა მიყვება დოროძის, რატომ? რომ ყველას უნდა ამ ჯადოქართან შეხვედრა, რატომ? იმიტომ რომ ამ რკინისკაცს უნდა რომ ჯადოქარმა გული აჩუქოს. რაც არ აქვს. იმ საფრთხობელას უნდა რომ ჭკუა აჩუქოს და ლომს სიმამაცე აჩუქოს. საბოლოო ჯამში ესენ ყველანი იკრიბებიან და ეს ოზის ჯადოქარი ხა თვითონ ხო იცის რომ ხო ტრიქსტერია. ეს მაგი ტრიქსტერი ნიშნავს მატყუარა ფლიდი, რომელიც არ ღვევს სოციალურ კანონებს, არ აღიარებს ავტორიტეტებს, თავისი წესი აქვს თამაშისა, მე მინდა, სადაური წესია, აქ წესია, ეს მისი თამაში ემსახურება უბრალოდ განწყობას. აი დღეს მაგალითად გულში ჩაგიხუტებს და ხვალ მაგალითად ჟარგონზე რომ ვთქვათ, ნივიჟუს დაგიჭერს და გაგანულებს. რა ხასიათზეც იქნება და არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე. მის თამაშს ასე სჭირდება, მას ასე უნდა. და აი ეს ჯადოქარი საბედნიეროდ აღმოჩნდა კეთილშობილი ტრიქსტერი. და მაგრამ არ არის ნამდვილი ჯადოქარი. და როდესაც ესენი სთხოვენ, რომ აი შენ ჩვენ აი გვაჩუქე ეს, რაც გვაკლია, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია. რა ქრას ახლა როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და აი შენო რკინის კაცო, აი მაშინო აი იმ სიტუაციაში, მაგრამ არ იცის რა მოხდა. შენ რომ მაშინ ეს გული არ გქონოდაო.
შენ რომ არ გქონოდაო ეს სიყვარული, განა იმ სიტუაციაში მეგობრებს გადაარჩენდიო, შენი გულით მოხდაო ესო, შენო გააქვს გული, უბრალოდ არ იციო. მერე იმ საფრთხობელას ეუბნება, შენ აი იმ სიტუაციაშიო, აი გახსოვსო, აბა გაიხსენეო, თითო კი არ იცის, მაგრამ ისე ხო, დამაჯერებლად ეუბნება, გაიხსენეო, აი შენ მაშინ ჭკვიანურად რომ არ მიგეღო გადაწყვეტილებაო, განა შენი მეგობრებიო, გადარჩებო. კი, სწორია, კი, მართალია, ის ჭკვიანურად მიგდა და ლომო. შენ რომ მამაცი არ ყოფილიყავი, იმ ავაზაკებს და ყაშაყებს როგორ გაუსწორდებოდე? შენ მამაცი ხარო. ანუ ნახეთ, განა ის რომ მანაჩუქა დააჯერა. წმენა შემატა რომ ისინი არიან ჭკვიანები, არიან კეთილშობილები, არიან თანაგზობები, არიან დროს მამაცები. ლომი შიშარა იყო. შიშორო იყო, ის ესე ჭკუჭკუო იყო და ის უგულო იყო, ხო? და საბოლოო ჯამში აი ეს ტრიქსტერი მაგი სასწაულს ახდენს. მაგი არ წმუნებს აი ამათ, რომ თქვენ ჩემამდე გზაში იმდენი რამ გამოიარეთ, რომ თქვენ თავად გარდაიქმენით იმათ, რისთვისაც ჩემთან მოდიოდით. ეს გზა იყო სასწაულმომქმედი. ამ გზამ მოახდინა ტრანსფორმაცია და არა მაგმა, ტრიქსტერი, მაგის იდეა, რომ აი რას აკეთებს ტრიქსტერი, რომ შეიძლება საბოლოო ჯამში მაგსაც არ კონდეს მნიშვნელობა, მართლა მაგია, მართლა ჯადოქარია თუ არა. შენ ამ გზაზე რა ცვლილება განიცადე. შემდგომ მაგალითად თოვლის დედოფალი, რომელიც აი ბიჭუნას მოიტაცებს და ეს გერდა ეძებს, რა არის მაძიებელი, გმირია, ეძებს და რა არის თოვლის დედოფალი არქეტიპულად გულგრილი დედა. ის არ არის ან ბოროტი, ან აგრესიული, ის უბრალოდ ემოციურად ჩაკეტილია. ტრამვირებული ქალია, რომლისთვისაც სიახლოვე საშიშროება, რისკია, იმიტომ რომ სიახლოვე ხომ განიარაღებას ნიშნავს, შეხომ შიშულდები და ამ სიშიშვლის ხომ ჩვენ გვეშინია, მარცხის გვეშინია, უარყოფის გვეშინია და ასე შემდეგ, ხომ? და ეს გულგრილი დედა, თოვლის დედოფალი, დედა არქეტიპი, დედა, რომელიც უნდა იყოს მზრუნველი, თბილი, უნდა ჩაგეხუტოს, ამ მკაცრიც უნდა იყოს, მაგრამ თბილი, ეს მკაცრია და არ არის ბოროტი, მაგრამ თბილი არ არის. არ ეფერება, გულგრილია, ანუ ლოგიკა, რაციონალური მოდის წინ და ემოცია სისუსტედ არის აღქმული. ეს არის, როდესაც დედის არქეტიპი არის ჩრდილში, ანუ ჩრდილის არქეტიპი ძლავრობს, მოერია დედას როგორც მზრუნველი და თბილი და ასე შემდეგ. აი მაგალითად ლურჯი ფრინველი, ხო? აი ესეც მაძიებელია, სადაც ორი ბიჭუნა დედის გადასარჩენად, ხო? და მიდის და აქაც კეთილი ჯადოქარიას უკვე არ არის ტრიქსტერი, ეს მაგია, რომელიც რას აკეთებს? რა არის მაგის არქეტიპის ფუნქცია? მოახდინოს შენში დიდი ტრანსფორმაცია. აი ეს მაგიური ელემენტი ჩვენ გვჭირდება. აი იგივე მაგალითად ჩვენ ვეძებთ ექიმებს, აი ჯვარგწერია ვიღაცას რაღაც დასჭირდა და ერთმანეთში ვარკვევთ, რომ აი კარგი გასტროენტეროლოგი ვინ არის, აბა მირჩი, აი კარგი ნევროპათოლოგი, აი კარგი ქირურგი ვისვენდო, აი წავიდე აქ თუ თურქეთში, ისრაელში თუ გერმანიაში თუ აქ გავიკეთო, ხო? რა, შენ ეძებ სპეციალისტს, ხო, რომელიც შესძლებს ამ ტრანსფორმაციის გაკეთებას, ხო? მაგს ეძებ შენ. უბრალოდ ჩვენ რა პრობლემა გვაქვს, რომ ყველა ეს სპეციალისტი, ანუ პროფესიონალი თავის ვიწრო სპეციალობაში არის ეს ლომი, მაგრამ ექიმს მაგალითად არ აქვს იმის დრო, რომ თქვათ შენ კუჭნაწლავზე თქვათ მიდიხვედი და თქვათ გული ეს ჩემი პროფილი არა, ეს კარდიოლოგთან. და შენ სინამდვილეში ვის ეძებ? შენ ეძებ მაგს, რომელიც მთლიანად დაგინახავს, შამანს ეძებ, რატომ გადამრჩენელი, რომელიც მთლიანობაში დაგინახავს და არ გეტყვის ეს ჩემი პროფილი არ არის, ხო? მაგია ასეთი. მაგი მცოდნე პროფესიონალი, რომელმაც არა მხოლოდ იცის, არამედ შეუძლია და აქვს დიდი ემპათია, ის ზრუნავს შენზე როგორც მთლიანად პიროვნებაზე. შემდგომ კაბირიას ღამეები. კაბირია ეს ფასიანი სიყვარულის ქურუმი ქალი, საოცრად სუფთა. მიუხედავად იმისა, რამდენი რამ გამოიარა ამ შიმშილობის და ამის. ბოლოს ის რა ერთგული აღმოჩნდა სიყვარულის, როგორ ენდო და ეს ნაკოწიწებით ან როგორი ფული, ხო, როგორ მოპოვებული ფული, ბოლო კაპიკები ყველაფერი დაკარგა და ბრუნდება ისევ ნულიდან.
და უკვე ასაკშია. და საღამომშვიდობის კაბირია და ეს მოდის ტირის და საღამომშვიდობის კაბირია და ეს უხიმის ღიმილი რომელმაც წელი ატირა გარკვეულწილად კეთილი თბილი ერთგული აფროდიტეს არქეტიპი. ჩვენ მე ქვემოთ ნახავთ რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი რასაც განვიხილავთ ეს ხომ ფსიქოტიპებია ამავდროულად ხო არქეტიპული ქცევებია მოდელებია რომელიც ფსიქოტიპი და ფსიქოს ანუ სული უდევს საფუძვლად ნეიროქიმია ერთი და იგივე ადამიანის სხვადასხვა არქეტიპი შეიძლება თუ იყოს მარტო ერთ არქეტიპშია ის აბად არის სულ ყველგან და ყოველთვის თუ ხარ გვირი აი მაგალითად ავიღოთ ჩეგევარა რატომ მოხდა გახეთქილება ფიდელ კასტროსთან ხო უთხრა ფიდელ მაგე რა რომელ თანამდებობასაც კიდე რატო ის იმ არქეტიპში დარჩა სულ მე ამბოხე სულ მებრძოლი სულ რევოლუციონერი და როგორი აი ეს გმირის არქეტიპი მოირგო ხო ამ კაცმა და როგორ გაუმართლებელი აგრესიები და სისასტიკე აი როდესაც ადამიანს მაისურზე ახატია ჩეგევარა იმან არ იცის მისი ბიოგრაფია სინამდვილეში ის რა სასტიკი იყო უბრალოდ იდეალიზებული იყო. და ბოლოს იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი სპეციალურად ეს როკოპერა მოვიყვანე. ეს რა არის? იუნგის თანახმად ეს არის თვითობის არქეტიპი. ეს არის სრულყოფილი. ეს არის აბსოლუტურად, როდესაც არაცნობიერი, ცნობიერი, ყველა ეს არქეტიპები ასე უხეშად რო ვთქვათ, უკვე დალაგებულია და ეს არის გამოღვიძებული პიროვნება. თვითობა რეალიზებულია. აი, სინამდვილეში რაც არის ეს ადამიანი თავის დეფინიციით. მოდით ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი. ეს რაც ნახეთ, სინამდვილეში რას ნიშნავს? ეს არის თავის ტვინი. თავის ტვინი ძალიან ძველი სტრუქტურა. და აი ეს ძალიან ძველი იწყება, აი ზურგის ტვინი რომ თავის ტვინში გადადის, მოგრძო ტვინი. ის თითქმის 500 მილიონი წლის არის. 500 მილიონი წლის წინ გამოჩნდა პრიმიტიულ თევზებში. შემდგომ გავიდა დრო და გამოჩნდა ლიმბური სისტემა ეს. ესე იგი მოგრძო ტვინიდან გადავდივართ შუამდებარე და აი ნახეთ ეს არის უკვე 250 მილიონი წლის და ახალი ტვინი ეს არის 200 მილიონი წლის. ანუ ჩვენი ტვინი შრეობრივად ვითარდებოდა. შრეობრივად ერთმანეთს დააშრევდა. ყველაზე ძველი სტრუქტურა აღმოჩნდა ქვეშ და ახალ-ახალი დაშრევდა. შესაბამისად წამოვიდა ახალ-ახალი ქცევის მოდელები. რა აღმოჩნდა? რომ აი ეს მოგრძო ტვინი რომელიც წარმოდგენილია ერთ-ერთი ურთულესი სტრუქტურით, რომელსაც ქვია რეტიკულური ფორმაცია. რეტიკულუმ ნიშნავს ბადე. აქ არის ჯადოსნური უჯრედები. აქ არსებულ ნერვულ უჯრედებს, ანუ ნეირონებს ახასიათებთ თვითახგზნება. და აი აქ რასაც ვხედავთ ჩვენ, აი ამ ისრებს, ხომ? ანუ გარეშე გამღიზიანებლის გარეშე. ესე იგი თავად აღგზნება ხდება ამ უჯრედების და სწორედ ეს არის აი ამ დეპოლარიზაციის ტალღის დიფუზური გავრცელების შედეგად მომუშავე ტვინი. აი ეს არის ტვინი მუშაობს სულ მუშაობის რეჟიმშია, იმიტომ რომ რეტიკულური ფორმაციიდან სულ მოდის იმპულსაცია. ანუ თავარი წამყვანი ყოფილა უძველესი ტვინი, რომელიც 500 მილიონი. ჩვენ ვიბადებით ჩვენი არქეტიპით თუ შემდეგ ვიძეთ ამას. ნახეთ, არქეტიპი ჩაწერილიაო ამ ჩაწერილია. ნაწილი ფსიქოლოგებისა თვლის, რომ არა, იუნგი ფანტაზიორია, არაფერი არ არის, მაგრამ მაინც საფიქრებელია, რომ სუფთა ფურცლით არ ვიბადებით. ანუ გენეტიკურად პირობადება, მაგალითად, პატარა ბავშვი, რომელსაც არასდროს არ უნახავს გველი. დაინახავს და უკვე გარბის. ობობა არ უნახავს გარბის. ხო? ესე იგი, ხომ არის რაღაც ჩაწერილი კი. ხო? ნახეთ. თავის ტვინში არის ძალიან ბევრი ქსელი. დაახლოებით 30-ზე მეტი ქსელი, რომელიც ვიცით, რომ აი სტრუქტურულ ფუნქციურად ერთმანეთში კავშირშია და აი ამ კონკრეტულ მოდელს განაპირობებს ნეიროფიზიოლოგიაში. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქსელი ეს არის ეგრეთ წოდებული პასიური აქტივობის რეჟიმი, ანუ default სისტემა. Default mode network.
ეს მოიცავს ისე სტრუქტურებს, როგორიც არის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილი, ვენტრომედიალური, ლატერალური და ასე შემდეგ. ეს არის სარტყლისებური ხვეული, ეს არის ლიმბური სისტემა. აი ეს ქერქი და აქ ცხოვრობს ჩვენი მე. ეგო. ანუ რა? შენი წარმოდგენა შენს შესახებ. შენი წარმოდგენა შენს შესახებ. რა გახსოვს შენს თავზე? ანუ შენ რომ დაგავიწყდეს ყველაფერი, აი თქვა, აი განულდა, არაფერი აღარ გახსოვს და გეკითხები, აი ვინ ახართ ანა? ვერ მიპასუხეთ, ანუ მთლიანად მთელი შენი ეგო, მე ჩაწერილია მეხსიერებაში და შესაბამისად ეგო არის მოგონებათა ჯამი. შენი დამოკიდებულება შენდამი უპირველეს ყოვლისა აი ამ default სისტემაშია ჩაწერილი. რა არის default სისტემა? default სისტემა არის აი წამოწოლილი რო ხარ და ესე და რაზე ფიქრობ, არაფერი ვისვენებ და ამ დროს ფანტაზიურობ, იხსენებ რაღაცას, ოცნებობ რაღაცას, ესა წარმოსახვა, ყველა მიგნება, აღმოჩენა და ევრიკა ხდება აქ. აქედან ხდება გადანაწილება ამ ნერვული იმპულსის, გავრცელება ხდება მეორე მნიშვნელოვან ქსელში, რომელსაც ქვია გადაწყვეტილების მიღების. აი ეს გავაკეთო, თუ ეს გავაკეთო, იქ წავიდე, თუ არ წავიდე. ხო, ხომ არჩევ. აი ეს არის გადაწყვეტილების და შემდგომ არის აღსრულების ცენტრი, შემსრულებელი სისტემა, რომ მე გადავწყვიტე და მე ახლა ამას გავაკეთებ. არა, კი გადავწყვიტე, მაგრამ ჯერ არა. ხო? აი ნახეთ, ეს სამი ძირითადი. აი აქ მე მაქვს ერთ-ერთი სურათი, ახლა მე ოპერატიულად ვიპოვი. აი ეს არის, აი default სისტემა, თავისი ანატომიური სუბსტრატებით ლურჯ რასაც ხედავთ. შემდგომ არის მნიშვნელოვანის გამოვლენის, ანუ გადაწყვეტილების მიღების, რომელსაც სხვა ნერვული ქსელი და ცენტრები და ასე შემდეგ, პირობითად ცენტრები და შემდგომ ცენტრალური შემსრულებელი. ნახეთ, ლურჯები სხვადასხვა ადგილას არის. აი ეს პირველი წარმოსახვა მთელი და წარმოსახვა ღმერთის სხეულიაო, თქვა უილიამ ბლეიკმა. წარმოსახვა ღმერთის სხეულიაო. და ეს მდიდარი წარმოსახვა არის გენიალური ადამიანი, პოეტი, მწერალი და ასე შემდეგ. აი ნახეთ, აი მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე. აი მე გადაწყვეტილება მივიღე და აი მე უკვე გავაკეთე. ეს ტვინია. და აი ყველა ეს პროცესი თავის მხრივ განპირობებულია ნერვული მედიატორებით. იმისათვის რომ ჩვენ დავახასიათოთ, აი მაგალითად პრინცი არის გმირი, რომელმაც დაიხსნა ეს ობოლი გოგო და ასე შემდეგ. და ამავდროულად ეს არის შეყვარებულის არქეტიპი, აი არქეტიპ ლიუბოვნიკა, თქვათ, ხო? იმისათვის რომ იპოვო, мотивация უნდა გქონდეს. და мотивация ძიება სიახლე რა არის? დოფამინია. ესე იგი ამას მაღალი დოფამინი ქონდა. შემდგომ იმისათვის რომ ეს დოფამინი ძიება და ეს მძაფრი შეგრძნებები მოეყვანა მოქმედებაში, მას სჭირდებოდა ნორადრენალინი. ესე იგი ამბიცში ნორადრენალინი მაღალია. გარდა ამისა, ეს გოგონა ხო მღარები დაჩაგრული გოგო იყო, ხო ეს ხო არ იყო იმავე წრის და იმავე ხო ეხლა კი კაი გოგოა, მაგრამ არ მაწყობს. არა, მას აქვს მაღალი ემპათია. მას აქვს თანაგრძნობა, ესე იგი რა იყო? ოქსიტოცინი მაღალია, ვაზოპრესინი მაღალია. ეს სტატუსის ბიჭია, ეს ამაყად ზის თავის ცხენზე და ესე და ამალით დაქრის, ესმის თავისი ფუნქცია და როლი, ხო? რა არის სტატუსი სოციალური? სეროტონინია მაღალი, ხო? და აი ეს ყველაფერი ახასიათებს მას როგორც გმირს დადებით ასპექტში. მაგრამ დავუშვათ და მაღალი დოფამინია, მაღალი სეროტონინია სტატუსი და ასე შემდეგ, მაგრამ დაბალია ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი. მაშინ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს მეომარი, მებრძოლი, მიზანსწრაფული და გულგრილი. გულგრილი. ეს რაც შეეხება გმირის არქეტიპს. ეხლა ჩვენი კონკია ვინ არის მსხვერპლის არქეტიპია. ის კი ლაღი გოგოა ფილმშიც კარგად არის წარმოდგენილი და ყველაფერი, მაგრამ ის არ ზრუნავს შინაგან ტრანსფორმაციას. ის არ ვითარდება. კი იქ მაგი, ხო, ის ნათლია, ჯადოქარი ეხმარება და რაღაცა. რაზე აქცენტი? კაბა, ეტლი, ვიზუალი.
შინაგანი ტრანსფორმაცია. იქ არ ჩანს რომ ჩვენი კონკია ზის და რაღაცას ესე იმეცნებს და ეს და ვარსკვლავებს უყურებს. ხო? სხერბლის ასპექტი ნიშნავს რომ მაინც დეპრესიისკენ, ხო? მას სტატუსი ნაკლებად სეროტონინი შედარებით ის მოგრძალებული სეროტონინი დაბალია და შეყვარებულობა, მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენს კაპირიაზე, ხო? რას ნიშნავს? ფენილეთილამინი, ნივთიერება, საოცარი. რა? შეყვარებულობის მთავარი უზრუნველმყოფი ნივთიერება ერთ-ერთი არის ფენილეთილამინი. აი თუ ფენილეთილამინი ბევრია, თან ბევრია ესტროგენები. ესტროგენი რა არის? რბილი ხასიათი, მანევრები, დიპლომატია, აი იცის როდის გაჩუმდეს, იცის როდის თქვას და როგორი ტემბრით თქვას. თუ ამავდროულად მას აქვს ასევე ბევრი დოფამინის, მიზანსწრაფულია, ენერგიულია, ნორადრენალინიც ბევრია, მაშინ ის კონცენტრირებულია, ის კარგი დიპლომატია, ეს არის აფროდიტე. აი აფროდიტეს არქეტიპი აი ამ ნეირომედიატორული კოქტეილით არის წარმოდგენილი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ არის მაღალი დოფამინი, მიზანსწრაფვა, მძაფრშირებები და ასე შემდეგ. არის ნორადრენალინი, ანუ კონცენტრირება და ეს გაწონასწორება და ყველაფერი. მაგრამ ესტროგენებიც არის, კი, ხიბლიც და ყველაფერიც. მაგრამ ფენილეთილამინია დაბალი. ანუ შეყვარებულობა, ვნება და გატაცება და დედა რა მეშველება თუ არ უნახე გული გამისკდება. არა. მას მაღალი თქვა მეორე ვარიანტს ვლაპარაკობთ, ხო? და მაღალია სეროტონინი, ანუ სოციალური სტატუსი. არტემიდეს არქეტიპია. არტემიდე ვინ არის? დადირობის ქალღმერთია და არის ქალწული. ვენერა, ანუ აფროდიტე. ეს არის ესეთი კაცთ მოყარე ეგზო. ფენილეთილამინი, ბევრი, ესტროგენი, ბევრი, დოფამინი, ბევრი. ოქსიტოცინი და ვაზოპრესინის ბევრი მიჯაჭვულობები აქვს, თუმცა ეს ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი სწრაფადვე კლებულობს, ამიტომ ერთგულებით არ გამოირჩევა. აფროდიტეს რომ კონდეს ხანგრძლივად ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, ის მარტო თავის კანონიერ ქმარს, თქვათ, გვერდში ეყოლებოდა სულ საწყალ ვულკანს, იგივე ჰეფესტოს. მაგრამ არა, ჯერცეთი არც უყვარდა ეს ქმარი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კარგი, არ უყვარდა, არესის ერთგული მაინც იქნებოდა. არესი ხომ უყვარდა ომის ღმერთი. მაგრამ იმის ერთგულიც არ იყო, რატომ? იმიტომ რომ სწრაფად კლებულობდა, წამოვიდა ოქსიტოცინი, იყო მიჯაჭული რაღაცა პერიოდი, დაიწია და მორჩა განიხილვა. გამოჩნდა ჰერმესი. ჰერმესზე გაგიჟდა გადაირია, იქაც ფენილეთილამინი, იქაც დოფამინი, იქაც ესტროგენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იქაც მალე გადაიარა, დაეცა ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი. აფროდიტეს არქეტიპის ნეირობიოქიმია ასეთია, არტემიდესი ასეთია. ეხლა მინდა გადავიდეთ. ღმერთო რა საინტერესოა. ეს ნეირობიოლოგიას მადლობა. მაგის არქეტიპი. აი, მაგის არქეტიპი, ეს არის ის ყველაზე სანატრელი და ყველაზე სასურველი და ყველაზე ესეთი აი, ყველას რომ მიზანში ყავს ამოჩემებული რომ აი მაგი უნდა. აი, წავა სადღაც ბრაზილიაში აჰუასკას გასინჯავს, წავა იქ რაღაცა რეტრიტზე, წავა იქ კიდე რატომ დავდივართ? ჩვენ მაგს ვეძებთ. ის ვინც ჩვენ გარდაქმნაში დაგვეხმარება. ჩვენ ვეძებთ მაგს და აი ნახეთ რა არის თანამედროვე ეს ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გამძაფრებული. შეხედეთ მაგის არქეტიპის ჩაცმულობა. ეთნო სტილი, ნახეთ? შეხედეთ? ეთნიკური ელემენტები. არა აქვს მნიშვნელობა ახლა არსებითად ეს იქნება წარმართული მოტივები, შამანური მოტივები, ეს იქნება თქვა ქრისტიანული, მუსულმანური, იქითური, აქითური, არა აქვს მნიშვნელობა. იდეა რა არის? მაგიური. აი გავიხსენოთ აი გუჩის კოლექცია, სუნამოების კოლექცია ქონდა, სადაც ყველა სუნამო იყო მოთავსებული ალქიმიური ლაბორატორიის ჭურჭელში. ანუ აი თვითონ ეს ესენი ფლაკონები იყო იმეორებდა ალქიმიკოსებს ლაბორატორიაში კოლბები რო ქონდათ. და ეს ქვეცნობიერზე მუშაობს. შეიძლება არ გქონდეს შესწავლილი პაპიუსის მაგია, ვთქვათ.
მაგრამ ეს მოქმედებს, ეს ლაბორატორიულია აღჭურვილობა. და ეხლა მაგალითად ესეთი კითხვა, აი ეს არქეტიპები ერთია თუ ბევრია? ბევრია. ხო, მაგალითად შვილთან მიმართებაში, ან შვილის ტოლა, ან შეიძლება შენი ტოლა იყოს, მაგრამ შენში აღძრავდეს, ვაიმე, შვილივით მიყვარს. აი ეს მეგობარი შვილივით მიყვარს. შენში ანუ სხვადასხვა არქეტიპია ადამიანში. ანუ არქეტიპი, ქცევის მოდელი საჭიროებს ტრიგერს. ეს ტრიგერი შეიძლება იყოს ჩამრთველი შვილი, მეგობარი და ასე შემდეგ, ხო? აი იმ სიტუაციაში შენ ხარ აფროდიტეს არქეტიპში. მაშინ ყველა არქეტიპი შეიძლება იყოს თვითონ მათგანში? ყველა ჩვენთაგანში ყველანაირი არქეტიპია. უბრალოდ რომელიღაცა არის დომინანტური ამ ვითარებაში, ამ ასაკში, ამ ჰორმონული მედიატორული კოქტეილის პირობებში, ხო? იმ სიტუაციაში გმირი ხარ, იმ სიტუაციაში აფროდიტე ხარ, იმ სიტუაციაში მაგი ხარ, შენ საქმეში მაგი ხარ. შენ აფროდიტე ხარ, მეუღლესთან, დედის ამპლუაში ხარ, შვილთან, ხო? ეს თუ აერია მტრისას. ხო? და აი ეს მაგიური ელემენტების შემოტანა რას ნიშნავს, რომ მაგია კარგად იყიდება. განსაკუთრებით თუ მაგალითად სოციუმში კრიზისია. როგორც კი კრიზისია, აი გახსოვთ 90-იანი წლები და წამოვიდა ტალღა ეზოთერული ლიტერატურის. ზოგი მაღალი ხარისხის, ზოგი მდავალი, სადღაც თაღლითი, სადღაც ეს, ხო? და აი სწორედ როდესაც სოციუმში გაჩნდა გაურკვევლობა, ხვალ არ ვიცით რა იქნება და მოდის ეს რელიგიური ინსტინქტი, მოდის მაგიური აზროვნების ელემენტები, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანმა რა მოიფიქრა, რომ ყველა ღმერთს ადამიანის სახე მისცა, მაგრამ ეს ადამიანის სახე მოგვიანებით, მანამდე როგორია კენტავრები, ქალთევზები, აი ნაწილი ფრინველია, ნაწილი ის არის, ხო? და უფრო ადრე რა არის? ცხოველი, ტოტემი, ისე იქ მგელი ჩვენი ტოტემი, იქ დათვი, იქ იაგუარი, იქ არწივი, ხო? და უფრო ადრე იყო აბსტრაქტული ქვა, ბოძი, აი სვეტი ცხოველი, ეს არის ძალიან ძველი იდეა, სვეტზეა საუბარი, ხო? ანუ რაც უფრო შორს მივდივართ ღრმად წარსულში, მით უფრო აბსტრაქტულია ჩვენი წარმოსახვები, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. აი მაგალითად გავიხსენოთ ხატრობის ისტორია. დიახ. მაგალითად პიკასო. ან სალვადორ დალი. ადრეული ეტაპი პიკასო ამბობდა, სანამ დავიწყებდიო ესე კუბებით და ებებით და გეომეტრიული ფიგურებით ხატვას, მე რაფაელივით ვხატავდი. ასე იგი, რაც უფრო დამწყებია, მით უფრო აკადემიურია, მით უფრო კონკრეტულია, მით უფრო დოკუმენტურია, აკადემიურია და რაც უფრო გადის დრო, მისი ნახატები ხდება უფრო აბსტრაქტული, და წვერვალი ყველაზე ძვირად გაყიდვადი, რომელია ყველაზე აბსტრაქტული. ნახეთ, რა არის უცნაური. კაცობრიობის ისტორია აბსტრაქტულიდან წამოვიდა კონკრეტულისკენ. მაშინ, როდესაც ინდივიდუალური პერსონა მხატვარი გენიოსი იწყებს კონკრეტულიდან და მერე მიდის აბსტრაქციისკენ. და ეს აბსტრაქცია არის ფასეული, იმიტომ რომ ის თუ მართლა გენიალურია, იმეორებს კაცობრიობის წარსულს გარეშრაჟიდან. იქ გაბრუნებს. დიახ. ისმის კითხვა. აი მაგალითად აი ეს, ნახეთ, ეს არის ჩვენი ძალიან საინტერესო მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, ძალიან დაუფასებელი. ის ხატავს ფსიქოდელიკურ ნახატებს და აი ერთ-ერთი მისი ესეთი ხატრული გადაწყვეტა, მისი კვერთხის, ესეთი კომბალი თუ რაც გნებავთ, ჯოხი, ნახეთ, ესე მასზე არის ამოტვიფრული რაღაცა ესეთი ფიგურები, რაღაც ძალიან არქაული ხასიათის ფიგურები და მას ამშვენებს წითელი გამოყოფილი ენა. კარგი. აი ეს მეორე ეს არის ესეთი heavy metal ჯგუფი არის Korn და აი Korn-მა შეუკვეთა ლეგენდარულ რუდი გიგერს. ეს იცით ვინ არის? აი ვინც უცხოს ესკიზები შექმნა, ფანტასტიკური ფილმი უცხო, აი ურჩხულები როა და ეს რაღაც საშინელები, ორმაგი ყბით და მთელი ამბები და ჯვლები და ასე შემდეგ. აი ეს მისი შექმნილია, მთელი ეს ფილმი, რითაც ფასობს ეს სპეცეფექტები და ეს მთელი ეს ვიზუალური ეფექტები, ეს გიგერის შექმნილია. და გიგერმა შექმნა შტატივი მიკროფონისთვის. და დააკვირდით, აი აქ ახლა მე კარგად გამოჩნდება უფრო ფართოდ ეკრანზე. აი აქ არის ასევე ესეთი სილუეტია ქალის და გამოყოფილი აქვს ენა. ეს ორი დამოუკიდებელი პერსონაჟია. ამათ ერთმანეთის შესახებ არ იცოდნენ.
რუდი გიგერის შემოქმედებას რომ გადავალოთ თვალი, ეს არის, წარმოიდგინეთ, bad trip-ი, ესეთი კოშმარული თრობის, კოშმარული სიზმრების გადმოტანა ტილოზე და შემდგომ ეს ძალიან კარგად რომ გაიყიდა. მსგავსი თემა სიკვდილისა და ეროტიკის არის ნიჟარაძესთან. ორი დამოუკიდებელი ფიგურა. მაგრამ რა არის? ერთი და იგივე იდეათა სამყაროდან წამოღებული. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო მატრიცა, ცნობიერების რაღაც საერთო მატრიცა, ამ ინფორმაციულ ქსელში ის გენიოსი ერთვება და მოაქვს და გადმოაქვს და ახდენს მატერიალიზაციას თავისი ნიჭის შესაბამისად. და შეიძლება თუ არა ერთი არქეტიპი სწრაფადვე შეიცვალოს მეორე არქეტიპით. და ახლა მე მინდა მოგიყვანოთ მაგალითი. ეს მე მოვისმინე ერთ-ერთი ლექციის დროს, ძალიან მომეწონა და მე განვავრცე. ანუ ეს ჩემი მიგნება არ არის, ეს ხელოვნებად მცოდნეების არის და მე წამოვიღე თქვენთვის. პირველი საუკუნე დომასკოსკენ მიდის მეომარი, გმირია არქეტიპით. ის იცავს თავის რელიგიას, თავის წესებს, რა წესებშიც ის გაიზარდა, თავის ტრადიციებს იცავს მარგინალებისაგან, მისი გადმოსახედიდან, იცავს იმათგან, ვინც უპირისპირდება ამ წესრიგს, რომელშიც ის გაიზარდა. ის ფარისეველთა ორდენში გაიზარდა, დიდი განათლება მიიღო, ის იუდეველია თავისი განათლებით, ეროვნებით ებრაელია, საულ, ასე ჰქვია მას და ცხენით მიემართება დომასკოს გზაზე და რისთვის? რომ მან უნდა დასაჯოს ისინი, ვინც მის წესრიგს უპირისპირდებიან. ესენი არიან ქრისტიანები. ეს ის დროა, როდესაც ქრისტიანობა გაანიხილება როგორც სექტა. და ეს სექტა მაშინ რომ ერქვა, უპირისპირდება იმ წესრიგს მაშინ ეს იყო წარმართობა და ისინი ამსხვრევენ კერპებს, იმიტომ რომ ეს ცრუ ღმერთები არიან. იმიტომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ეს არის იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ამიტომ ყველაფერი სხვა არის ყალბი და არასწორი და აპოლონის კერპი დაამსხვრიეს. დაიწვა აპოლონის ტაძარი. და ვინ არის აპოლონი? აპოლონი მზის ღმერთია, მაგრამ ამავდროულად მუსზაგიდია. მუსზაგიდ ნიშნავს გიდების მეგზური. მუზების გიდი, მუზების მეგზურია. რა არის ხელოვნება? აპოლონი ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, მუსიკა. აპოლონის ტაძარი რა არის? უნივერსიტეტია, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, საგანმანათლებლო ცენტრია და ნახეთ რა დრამატულად დატრიალდა სიმართლე და სისასტიკე, ახალმა მოსრა წინამორბედი. რატომ? იმიტომ რომ იმისა და მიხედეთ, ვინ რა ფსიქოინტელექტუალურ საფხურზე იყო თავისი განვითარების და ვინ რა არქეტიპს ატარებდა, ისე გაიგო ის მოძღვრება. ეს ცრუა, ესე იგი უნდა მოვსპოთ. სამწუხაროდ ასე მოხდა. ასკლეპიუსის ტაძრები განადგურდა. უკაცრავად, ვინ არის ასკლეპიუსი? მედიცინის ღმერთია, საავადმყოფოები განადგურდა. დიონისეს ტაძარი, დიონისეს კერპი დაემხო. დიონისე ვინ არის? ღვინის ღმერთი, რას ვძანებთ? დიონისე ეს არის მთელი ჩვენი ირაციონალური სამყარო, ჩვენი ქვეცნობიერი თუ არაცნობიერი, რაც კი არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? ამისი მანიფესტაცია რა რიტუალების სახით და არა მხოლოდ დიდი და მცირე დიონისური მისტერიების დროს, არამედ ყოველ წელს, ყოველ თვე სად სცენაზე. დიონისე თეატრია. დიონისეს დამხობა თეატრის აკრძალვას უდრიდა და ჩამოწვა ბნელი საუკუნეები. მხოლოდ მე-9 საუკუნიდან მე-11 ქორდოვის ხალიფატი და მთელი 70% რაც ჩვენ ვიცით კაცობრიობა, წარმართი, ფილოსოფოსები, ბერძნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საიდან არაბებმა რაც მოასწრეს და თარგმნეს. ნახეთ, ამ გზაზე მოდის ჩვენი ბიჭი საველი, გმირია, გმირის არქეტიპშია და იხსნებაო ცა, გაიპო ღრუბლები და იქიდან იესო ქრისტე მაცხოვარი ჩვენი გადმოსახებს. საվել, რადმდევნიო. და ჩვენი საველი ჩამოვარდა ცხენიდან და
დაენარცხა მიწას და დაბრმავდა. ნახეთ მიქელანჯელო ბუონაროტი და მიქელანჯელო კარავაჯო. როგორ გამოსახავს ერთი და იგივე სცენას. მიქელანჯელოს ყველაფერთან ერთად იუმორის გრძნობაც კარგად ჰქონდა განვითარებული. ამიტომ ეს რენესანსული კიჩი შექმნა ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კიჩები, მაგრამ ეს რატომ ხატავდა და როგორ ხატავდა ეს ცალკე თემა გენიალურია. როგორია მიქელანჯელო ბუონაროტის ჩამოვარდნილი ასაკში უკვე ესეთი ბიბლიური ესეთი ხო ბრძენის სახე აქვს და თავს ასე იცავს აი ამ დიდი საოცარი გამოცხადებისგან აი ამ შემაძრწუნებელი ხო დარტყმა საოცარი ტრიგერია ხო იცავს თავს მაგრამ ნახეთ როგორია კარავაჯოსთან ნახეთ ფერები კარავაჯოსი როგორი მდუმარება აქ ხმაურია ნახეთ როგორია აქ როგორი მდუმარებაა და თავს კი არ იცავს კარავაჯოსთან სავას ხელები აქ აპყრობილი დანებებულია ხო არამ დანებებულია და არნახული ნდობით პირიქით ეგებება და თითქოს თხოვნა აბსოლუტური სიჩუმეა აი ეს მდგომარეობა აი ეს არის default სისტემის უდიდესი ფენომენი, როდესაც შინაგანი დიალოგი განულდა. კარავაჯოსთან საველი განულებული. ეს არის აი ეს წამი, როდესაც საველი გახდა პავლე მოციქული. გმირის არქეტიპიდან ის გადავიდა ბრძენის არქეტიპში. რას ნიშნავს არქეტიპის გადასვლა ერთიდან მეორეში? ეს სულ ხდება, იქ ხარ იქ ეს, მაგრამ აი ეს დიდი ტრანსფორმაცია, ეს დიდი გადასვლა, ეს არის შედეგი დიდი გამღიზიანებელი, ტრიგერი, დიდი გამოწვევა, დიდი სტრესი, ან ფსიქოინტელექტუალური გამოწვევა, მიზანი, შემოქმედებითი რაღაც, აი მუზა, ხო? ახლა მუზაც, აი ეს არის ეს მაგალითი, როგორ შეიცვალა ერთი არქეტიპი მეორეთი. და სხვა რა მოხდა? გადაპროგრამირება მოხდა პიროვნების. ქალუტანდია, იცით რა მაინტერესებს? აი თუ არსებობს ისეთი არქეტიპი, რომელიც ან მარტო ქალშია, ან მარტო მამაკაცში. არა, არ არსებობს. არა, ეს ხო ნახეთ არქეტიპი, რაზეც შევთანხმდით, ხო? ტვინიდან მოდის. ეს არის ჩაწერილიო, როგორც რომელიც ყველა ადამიანს ყველგან გვაქვს, დნმ ყველა. ნახეთ მებრძოლი ქალები არ არსებობენ? რამდენიც გნებავთ? გავიხსენოთ დელოკუას ეს რა ქვია, მარიანა ეს საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო ქალია. ბარიკადებზე რომ დგას, ხო გახდოთ ეს დროშით ხელში და მოშიშვლებული მკერდი. მარიან არის ორი სახელი ის შერწყმა. მარია და ანნა. მარია არის, აი თქვა, წამებული ამავდროულად სანატრელი, ანაც ასევე რაღაც აქვს კეთილშობილი, თქვა, ხო? და მის შეტრიალებული ფორმა ანნა მარია. აი მარიანა იგივეა, რაც ანნა მარია. გააჩნია რაზე კეთდება ახლა ეს აქცენტი ხო და ეს მარიანას ხო თუშურს ესეთი ფრიგიული ჩაჩით თავისუფლების სიმბოლო ხო მებრძოლი ქალი ბრძოლის სიმბოლო მაგრამ ქალი ხო ღვთის ისა ქართლის დედა ქალი და აი ეს ნახეთ ეს მოდელი ხელში უჭირავს ხმალი ერთი მეორეში ფიალა ახლა რომ ავიღოთ კალი ეს არის ქალღმერთი შივას ცოლია იგივე პარვატი უბრალოდ პარვატი ეს არის კარგი ხასიათზეა მშვიდად არის და კალია როდესაც მდგომარეობიდან გამოვიდა გადაეკეტა ყველაფერი და ჩავარდა აფექტში და კალის ეს აფექტში ჩავარდა რისხვაში ჩავარდა კალი ეს არის პერსონიფიცირებული რისხვა ძვინვარება რაზე გამძვინვარდა როდესაც ნახა უსამართლობა კალი ისე არ გამოვა მდგომარეობიდან, ხო? გამძვინვარებული კალი ეს შემზარავი იკონოგრაფია, აქ ეს ენა აქ გადმოგდებული ასე, ანუ ისტერიის მაჩვენებელია, ხო? და ეს თვალები ჩატიტლებული და ეს გალურჯებული და ესე. რა უჭირავს იცით ხელში? ხმალი და ფიალა. ხმლით კვეთს თავს დემონებს და სისხლს აგროვებს ფიალით, იმიტომ რომ სიუჟეტის თანახმად დემონების სისხლი თუ მიწაზე დაეცემოდა, იქიდან ახალი დემონები იბადებოდნენ. ნახეთ, მაგრამ ნახეთ
ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ამ კულტურებს შორის აი ასეთი ინტერფეისი და კავშირი, რომ ჩვენ იქიდან წამოვიღეთ, შეიძლება საერთოდ არანაირი კავშირი არ არის და მით უმეტეს საინტერესოა. რომ იქ აი ქალის ენერგიის და სამართლიანობის იკონოგრაფია გვაქვს წარმოდგენილი, ქალი რომელსაც ხელში უჭირავს ხმალი და ფიალა და ჩვენ გვაქვს ქართლის დედა ყავს ხმალი და ფიალა. მით უმეტეს თუ არ არის კავშირი, ესე იგი ჩვენ გვაქვს საერთო კოლექტიური არაცნობიერი და მასთან წდომა. აი არქეტიპი ანიმა ეს არის ქალური საწყისი მამაკაცში. თუმცა თანამედროვე იუნგიანობაში მარტო ასე არ მოიხსენიება, ეს არის უბრალოდ ქალური საწყისი, გინდა კაცში, გინდა ქალშიო. მაგრამ იუნგი ესე ამბობს. და მე მომეწონა ძალიან კარგი განმარტება, რომ ანიმა ეს არის მამაკაცის მუზა. ანიმა ეს არის მამაკაცში ის ქალური საწყისი, რომელსაც ის ეძებს ყველა ქალში. და აი ეს დამთხევა, აი ეს ჩანაწერი, რომ აი ეს ჩემი ტიპი არ არის. და აი ეს ჩემი ტიპია. რას ნიშნავს, რომ ჩემი ტიპი არ არის? ესე იგი მე მაქვს ჩანაწერი, რომ მომწონს ასეთი კაცი, ასეთი ქალი, ასეთი საქმრო, ასეთი მეგობარი. მე მომწონს აი ასეთი სახლი, აი ესეთი, აი ეს მომწონს. რატომ რას ნიშნავს მე ეს მომწონს? მე მაქვს ჩანაწერი და ეს დაემთხვა მომწონს. და ეს არ დაემთხვა, არ მომწონს. ანუ მე მომწონხარ არა შენ კონკრეტულად. მე მომწონს დამთხევა. შენ რომ დაემთხვია ჩემსას. მე ეს დამთხევა მომწონს. და ამ დამთხევაში ჩემი თავი მომეწონა. მე შენთან ჩემი თავი მომწონს. ეგ ყოველთვის ეგრეა. აი ეს მომენტი, როდესაც მამაკაცში ანიმა არის გახსნილი, არის საუკეთესო ვერსიით წარმოდგენილი, ეს კაცი არის საოცნებო მამაკაცი. რა არის ანიმა, რაც ჩვენ ვთქვით, ხო, აი აფროდიტეს არქეტიპი, არტემიდეს და უამრავი, ხო, იქ ისი რა ქვია, თოვლის დედოფალი და იქ კაბირია და ეს კონკია, ხო, უამრავია, ხო? როდესაც დადებით ასპექტშია წარმოდგენილი მამაკაცში ანიმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ნორმალური, ადეკვატური ესტროგენები, ადეკვატური სეროტონინი, ადეკვატური ფენილეთილამინი, ადეკვატური, აი ეს ყველა რაც ქალურში მოდის, აი კარგი გაგებით აფროდიტე და კარგი გაგებით არტემიდე და არა კიდურა ფორმებით, ხომ? მაშინ ეს კაცი არის ოცნება. ამ მამაკაცს შეუძლია ნებისმიერი ტიპის ქალი, ნებისმიერი სოციალური სტატუსის, ნებისმიერი ყოფაქცევის დედოფლად აქციოს. დედოფლად. ის მოექცევა თუნდაც იმ ზნედაცემულ ქალს. მოექცეს როგორც დედოფალს, იმიტომ რომ შინაგანი ანიმა არ მისცემს უფლებას, რომ მასთან ესე ჟარგონზე რო ვთქვათ, გაფუჭდეს. დიახ. ეს ანიმას დამსახურებაა მასში. მაგრამ თუ ანიმა ნეგატიურ ასპექტში, ანუ ჩრდილშია, ანუ ჩრდილის არქეტიპით გაჯერებულია ანიმა, ეს რას ნიშნავს? ჩრდილი ეს არის შიში, დეპრესია, განდეგილი, მაგრამ როგორი, იზოლირებული. ანუ ჩვენ თვითონ ვუკეთებთ ჩვენს არქეტიპს დომინირებას, ხო? ესე გამოვიდა. ცით რა არის, აი ესე ჩვენ თავისუფალი ნების საკითხს ვეხებით. ჩვენ ბოლომდე არა ვართ შეთანხმებულები. აი ეს ყველაფერი ეს ხო სულ ნივთიერებები. ეს ხომ სულ ნივთიერებები. აი აქ მე წყალი რომ მიდგას, ხო ეს რა არის? ეს არის H2O. ეს არის წყალბადისა და ჟანგბადის ალქიმიური ქორწინების შედეგი. სანამ წყალბადი და ჟანგბადი ერთმანეთს შეხვდებოდა, აი წყალბადით ცალკე ელემენტი, აი ჟანგბადით ცალკე ელემენტი, ეს არის სულ სხვა რამ. და ისინი რომ ერთად გაერთიანდნენ, წყალბადი ჟანგბადია, მაგრამ სულ სხვა არის იქ. მათი ქორწინების შედეგად ბევრი რამ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ისევ წყალბად ჟანგბადი დარჩნენ. ნახეთ, ეს არის თავისუფალი აუცილებლობის პრინციპზე აგებული ურთიერთობა. წყალბადი ჟანგბადს შეხვდა აი ამ პირობებში და აუცილებლად დაიბადება წყალი. ეს აუცილებლობაა.
და აი ეს ფიზიკო-ქიმიური კავშირები, რომელიც არის განპირობებული აი 4 ძირითადი, ხო, ენერგიებით, ხო, ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება იქ რაღაც ელექტრომაგნიტური ურთიერთობა, ეს გრავიტაციული ურთიერთობები, ამაზეა აწყობილი. აი ამ ველზეა აწყობილი. ხო, აი ამ ოთახში არის უამრავი გამოსხივება. აი თქვა G6, G7, G8 და ასე შემდეგ, ხო? ჩემი ტელეფონი ხა G8-ს ვერ დაიჭერს. ჩემ აპარატს არ აქვს ამისი აღჭურვილობა, მაგრამ ეს ტალღა ხომ აქ არის. მოვადრო შეიქმნება ის, რომელიც ამას დაიჭერს. აი სატრიალებელი ტელეფონი საერთოდ ვერაფერს ვერ დაიჭერს იმაზეა, ხო? გამტარზეა. ნახეთ, იმისა და მიხედვით, ვის რა კონსტრუქცია გვაქვს, იმას ვიჭერთ, ვინ რა საფეხურზე ვდგავართ, იმ სიხშირეზე ფუნქციონირებთ. ყველაფერი დეტერმინირებულია. ალბათ საფიქრებელია, რომ რაღაც არის მაინც თავისუფალ ნებაზე დამოკიდებული. ეს არის ძალიან ღრმა ფილოსოფია. ამაში ვერ შევიჭრები, იმიტომ რომ მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მე ვიცი, რომ ყველა არქეტიპი ჩვენთან არის, სიტუაციის შესაბამისად ეს არქეტიპები ვლინდება სხვადასხვა ასპექტში. და ეს ყველაფერი რაზეა დამოკიდებული? ნეირომედიატორებზე. მისი აღმატებულება ტვინი, რომელიც არის ყველაზე ცოტა 500 მილიონი წლის. და აი ეს სისტემები, აი ეს გადართვები, აი ესენი, ხო? აი ეს default. დიახ. აი ეს default სისტემა რითია კიდევ საინტერესო, რომ იცით, რას აქვს გადამწყვეტი ერთ-ერთი მნიშვნელობა მოვლენების აი რომ წარმოვიდგინოთ მოვლენების თანმიმდევრობა როგორც კადრების თანმიმდევრობა ფილმში. ხომ? ესე იგი ფილმი შესდგება ცალკეული კადრებისაგან სწრაფად დატრიალებული. ხო, ესე იგი კადრები სწრაფად ტრიალებს და მე მაქვს ილუზია რომ ეს არის ერთიანი იგივე პრინციპით მუშაობს ჩვენი ტვინი. ანუ ყოველი მოვლენა ტვინში იწერება როგორც ცალკეული კადრები. ესე იგი თუ ეს კადრები ქმნიან ჩვენს ცხოვრებას როგორც პერმანენტულ დინარებას, ესე იგი ჩვენს ტვინში არის სამონტაჟო სტუდია, სადაც ეს კადრები მონტაჟდება. ესე იგი ჩვენ მონტაჟორი ნეირონები გვაქვს და არის time ნეირონები დროის, რომელიც დროს გიმონტაჟებენ, რომ ეს ამდენი ხანი გაგრძელდა. არა, კაც მაგი ამდენ ხანში მოხდა. რას ლაპარაკობ? დედა, რას ლაპარაკობ? თავს დავდებდი და მე ამდენი ხანი მეგონა. და ეს ამის მერე მოხდა. რას ლაპარაკობ? ეს მანამდე. რას ლაპარაკობ? ასე მეგონა. იმიტომ რომ შენ ისე დაგიმონტაჟეს, მე ასე დამიმონტაჟეს. და ეხლა მაგალითად ესეთ რაღაცას გკითხავთ. აი წარმოიდგინეთ, ეხლა მე ვამბობ. აგური, კედელი, თეთრი გადასაფარებელი, საანთელია, ანთია, ხინკალი, წვნიანი, გემრიელი, ჭამა. როგორ დამონტაჟებთ ახლა თქვენ? მე აი ამით ამიწყვეთ ახლა თქვენი პასუხი. რა წარმოიდგინეთ თქვენ? ხინკალი, გადასაფარებელი, აგურები, სადმე კაი გარემოში სივარ, აგურით აშენებულ კედლებში, ინტერიერი, მაქვს სანთელი რომანტიკულ გარემოში და ვახშმობ. კი ბატონო. თქვენ ტვინმა ასე დაგიმონტაჟეთ. აი ახლა წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად შიზოფრენიის დროს ადამიანი იტყვის. მე ვიყავი სანთელი. და კედლიდან ჭამდი აგურს, რომელსაც ჰქონდა წვნიანი ხინკლის გემო. ერთი და იგივეა, მაგალითად. დიახ. ერთი და იგივე სიტყვები. რომელია აქედან პათოლოგიური? არც ერთი პათოლოგიური იყო დამონტაჟება. აი ეს მონტაჟი ერთ-ერთი ახმა. ხო? არის აი სწორედ აი ამ სისტემების სინქრონული და ფიზიოლოგიურ რეჟიმში დესინქრონული ურთიერთქმედების შედეგი. სიზმარი რა არისო? სიზმარი არისო ჩვეულებრივი მოვლენების არაჩვეულებრივი კომბინაცია. ანუ სხვანაირად გიმონტაჟებსო ტვინი. აქტიური, ესე იგი, პარადოქსული ძილის ფაზაში, REM ძილი, როდესაც და ამას ქვია თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა, როდესაც ტვინი ისე იქცევა, როგორც სიფხიზლეში, მაგრამ ისე გძინავს, რომ ვერ გაღვიძებენ. ამ დროს სიზმარს ხედავ. აი ამ დროს იცით რა მოდი? აი სიზმრის დროს ხდება, ეს არის ძალიან საინტერესო. სიზმრის დროს, რაც მე ჩამოგითვალეთ არქეტიპების ნეირობიოქიმი, ზუსტად იგივე ნეირომედიატორები მონაწილეობენ.
საუბარია არა იმაზე, რომელიმე აი ეს მედიატორი როდის გამოიყოფა, რასთან ერთად, რა დოზით. ეს სულ მონტაჟებია. ანუ ეს სულ ადამიანისთვის დამონტაჟებულია. წინასწარმეტყველების უნარიც გააჩნია, რომელსაც თქვა სიზმარში ვნახულობთ. შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრები და ეხლა მივდივართ ამ დეფოლტ სისტემის ფენომენთან, რომ სიზმრის დროს აი ამ რემ ძილის, ანუ პარადოქსული ძილის ფაზაში გამოიყოფა მისი აღმატებულება აცეტილქოლინი. და აცეტილქოლინი ეს არის ფიქრი. ფიქრი. ტვინში ჩნდება ფიქრი. აცეტილქოლინი არ არის ფიქრი. აცეტილქოლინი ვიცით რომ თუ არ არის, ვერ ფიქრობ. შენ რომ დათრგუნო აცეტილქოლინი დაშალო. აი აცეტილქოლინ ესტერაზა, რომელიც შლის აცეტილქოლინს, თუ შეიყვან ადამიანი ვერ ფიქრობს. აცეტილქოლინის უკმარისობა არის ერთ-ერთი მექანიზმი ალცჰეიმერის დროს, რომ ვერ ფიქრობს. ვერ ფიქრობს. და დოფამინი ეს არის სისწრაფე ფიქრის. ესე იგი ფიქრი აღმოცენდა, ეს აცეტილქოლინის დამსახურება და სწრაფად განვითარდა ფიქრების კორიანტელი, წავიდა სწრაფად, ეს არის დოფამინი. და კონცენტრირება და დამახსოვრება და ემოციურად ყველაფერი ხო გაზავებულია ნორადრენალინი. ნახეთ, მოდის მედიატორები, რომელიც სიფხიზლეში მუშაობს აქტიურად ძილში. და ეს ყველაფერი ხდება სწორედ აი ამ დეფოლტ სისტემაში. სამაგიეროდ რა ითიშება კუნთოვანი სისტემა, მოდულიურ ხარ. და შენ რასაც ხედავ, აი მაგრამ მირბიხარ სიზმარში, მაგრამ სხეული გაჩერებულია. რატომ? იმიტომ რომ დათრგუნულია კუნთები. და რამ დათრგუნა კუნთები? გამა-ამინოერბოს მჟავამ დათრგუნა, შემაკავებელმა მედიატორმა დათრგუნა. კიდევ რა, გლიცინმა დათრგუნა. ანუ ეს ნივთიერებები მოქმედებენ ზურგის ტვინზე, თავის ტვინზე, ასე შემდეგ და კუნთები და მაგრამ დავუშვათ და ძილის დროს, როდესაც შეხედავ, რომ სადღაც მირბიხარ, არ გამოიყო გამა-ამინოერბოს მჟავა და გლიცინი. ანუ შემაკავებელი სისტემა შენ იწყებ ლოგიში პარსკაფულს. და უფრო მეტიც თუ ძალიან დეფიციტია, მაშინ შენ ადგები და მძინარე ივლი. ივლი. ანუ რასაც სიზმარში ხედავ, იმას გააკეთებ. შენ არ აკეთებ ამას, ყველაფერს რასაც სიზმარში ხედავ. იმიტომ რომ რითაც უნდა გააკეთო, ის სისტემა გათიშული, იმიტომ რომ ის მედიატორები, რომლებმაც უნდა გათიშონ, ნორმალურად გამოგება. ანუ სომნამბულიზმი და ესეთი თვარეულობა რა არის, რომ მედიატორულ სისტემაში არის რაღაცა ის არ გამოიყო, რაც უნდა გამოყოფილიყო, არ და ასე შემდეგ, ხო? აი აღმოჩნდა რომ შენ მაგალითად გაქვს რაღაც პრობლემა გადასაწყვეტი. დიახ. ვერ გადაწყვეტი ეს პრობლემა. რა ვქნა ახლა მორჩა, დავიღალე ძალიან, მე ხა დავწვევი დავიძინებ და სიზმარში წყვეტ პრობლემას. რატომ? ყველა ის მედიატორი, რომელიც ემსახურება განსჯას, ფიქრს, მიხვედრას და ასე შემდეგ, ასევე გამოიყოფა სიზმარში. და შენ რა ფაილებიც ქონდა შეღრილი, ის დაგიმონტაჟა და მოგცა პასუხი. რა საინტერესო. ეს დეფოლტ სისტემა. ასე რომ ყველა ეს არქეტიპი, ქცევის მოდელი დნმ-ის დონეზე არისო ჩაწერილი, სიტუაციის შესაბამისად ვლინდება. გმირი, რომელიც არის დოფამინი და არის ისე ვთქვათ სეროტონინი და ეს ნორადრენალინი და ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, ანუ ეს თანაგრძნობა და ეს ერთი მედიატორი. ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი. არ არის ბევრი, ეს გმირი არ არის. ეს ყაჩაღია. ქალბატონ დია, ერთი ასეთი კითხვა დამებადა, თუ არის კავშირში არქეტიპი და სექსუალური ორიენტაცია ერთმანეთთან. საერთოდ სექსუალური ორიენტაციის საკითხი ძალიან დელიკატური თემაა და მე განვიხილავ ამას დიდი ბიოლოგიის გადმოსახედიდან. და ამას მე ვაჟღერებ იმიტომ რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით ევოლუციურად ეს ასეა.
კარგია, ცუდია, მოგწონს, არ მოგწონს, მისაღებია, მიუღებელია, ეს ცალკე თემაა და ერთი წამით უნდა გადავდოთ გვერდზე. როგორც ხეზე. ორი ერთნაირი ფოთოლი არ არის. არ არსებობს. ან ზომაში იქნება განსხვავება, ან ძარღვის რაღაცა კლაკნილში, რაღაცა ორი იდენტური არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხე ერთი თესლიდან არის აღმოცენებული. ერთი თესლი იყო. ამ თესლში იყო ის ქრომოსომული ნაკრები და გენთა კომპლექტი, რომლიდანაც მთელი ფესვი, ღერო, ფოთლები და ყველა კვირტი და ყვავილი ყველაფერი განვითარდა თავის ნაყოფით. ყველა აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურა, ერთი, რომელშიც იყო ჩაწერილი ყველაფერი. ეს თესლი ცოცხლად დავმარხეთ, ხომ? აქედან აღმოცენდა ღვივი, ანუ თესლი მოკვდა და გადავიდა ღვივში. მერე ღვივი მოკვდა, ანუ დამთავრდა ღვივის პროგრამა და მერე ფესვი, ღერო, ფოთლები. და ყველა ამ სტრუქტურას თავისი პროგრამა აქვს. როგორც ხეზე არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლი, არ არსებობს ორი ერთნაირი სქესი. მინიმუმ 500 მილიონი წლის არის ტვინი. იყო დრო, როდესაც დედამიწაზე არ არსებობდა სქესი. გადასარევად გამრავლდნენ ცხოველები. დაკვირტვით. თქვენ ოდესმე გაგიგიათ დედალი სტაფილოკოკი და მამალი, ეს რა ქვია, პნევმოკოკი. ბაქტერია, ცოცხალი ორგანიზმია. კი, ერთუჯრედიანია. ხო? ეხლა როგორ უნდა გქონდეს სქესი, შენ ფიქრობ, იმიტომ რომ შენთან სქესი შეჭიდულია სასქესო ორგანოებთან, ხო? მაგალითად, ზღვის ღრუბლები, გუბკი, ესე, ხო? ზღვის ღრუბლები, საოცარი ძალიან დიდი ორგანიზმია, კოლონია. ნუ რას უკაცრავად სქესი არ არის. სქესი გაჩნდა მერე. იმიტომ რომ ბუნებისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი სქესობრივი გამრავლება, ანუ გამეტების მიმოცვლა, ანუ გენების დრეიფი, ეს კროსინგოვერი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ დაკვირტვით, ანუ თავის კოპირებით, თავის სულ გავს ერთნაირი ქსეროქსი, ხო? copy paste. ეს აღმოჩნდა სახიფათო, იმიტომ რომ ყველა ეს ერთნაირი ამ გარემოში ერთნაირად შეგუებული ოდნავი ცვლილება და მთელი სახეობა გადაშენდება. მრავალფეროვნება გაძლევს გადარჩენის მაღალ ალბათობას. იმიტომ რომ აქედან აი მილიონიდან ყველა რო სხვადასხვა აი ამ პირობის შეცვლით შეიძლება 700,000 გადაშენდეს 300,000 დარჩეს, თუნდაც 10 დარჩეს. მიხვდით, ანუ მრავალფეროვნებას გაძლევს სქესობრივი გადარჩევა, სქესობრივი გამრავლება. სქესმა ევოლუცია განიცადა. თქვენ ვერ ნახავთ ორი ერთნაირი ხარისხის კაცს, ორი ერთნაირი ხარისხის ქალს. კი ბატონო. ეს ჩვენ გავათანაბრეთ. რომ კაცი კაცს უნდა გავდეს, ქალი ქალს უნდა გავდეს, მაგრამ არ გავს. და მასში, აი როგორც აი აქ, აი ამ ნეირომედიატორების კოქტეილი, როგორი თამაშია. ესე იგი, ნახეთ, აი სამართებელის პირზე სიარულს გავს ეს. აი ოდნავი რაღაცა ცვლილება, აი ერთი წვეთის პრინციპი და შეიძლება ღამე ადგე წახვიდე, დაადგე და გადავარდე ფანჯრიდან. შეიძლება ოდნავი პატარა ცვლილება და გმირობა გადავიდეს სისასტიკეში. ოდნავი პატარა ცვლილება და სიყვარული, ერთგულება და ჩახუტება და ემპათია გადავიდეს სიძვაში. ხო, აი ისეთი ნიუანსები. აი სიმკაცრე და ზრუნვა შეიძლება გადავიდეს დესპოტიზმში. სად არის ზღვარი? ძალიან მოჩვენებითია, ეს კულტურული ფენომენია. სქესი გვაძლევს უამრავ ვარიაციებს. და ამ ვარიანტებში ლტოლვა, სიყვარული, ვნება ჩვენს ფსიქიკაში არის შეჭიდული სხეულთან. სინამდვილეში სიყვარულს და ვნებას არ აქვს სქესი. ეს სულიერი ასპექტებია, სიყვარული სულიერი ფენომენია. კი, გავიგეთ ფენილეთილამინი და ტესტოსტერონი და ესტროგენები, გავიგეთ ეს მექანიკა, ღვთაებრივი მექანიკა. გასაგებია, რაც ვიცით. მაგრამ მეტი არ ვიცით, უფრო მეტი არ ვიცით. და აი სიყვარული ფილოსოფიურ ასპექტში სქესს მოკლებული. და შენ გაქვს ეს ჩაწერილი ეს სიყვარული როგორც პოტენცია. გახსოვთ ესეთი თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდიაო, იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გაგიღიაო. აი შენ თუ ღია ხარ ამ სიყვარულისთვის და აი ეს ჩანაწერი, შენგან დამოუკიდებელი პატერნი, რომელსაც შენ ატარებ, აღმოჩნდა აი ამ დროსა და სივრცეში, ისეთ სიტუაციაში, რომ ის რაღაც მოვლენა, ის პიროვნება დაემთხვა
და აღმოჩნდა თანამოსახელე სქესის. შენ უძლური ხარ. სიყვარულს სქესი არ აქვს. სიყვარული ყველაფერს ამართლებს ძალადობის გარდა. ჩვენ არ ვეხებით სიძვას, პროსტიტუციის ხანგრძლივ ისტორიას, არ ვეხებით თქვა გადახრებს, ჩვენ საუბრობთ სიყვარულზე. და პასუხი კითხვაზე. არქეტიპი მოიცავს ყველაფერს. არ გინახავთ ძალიან სენტიმენტალური კაცი, რომელსაც ქალი სჭირდება, არა მხოლოდ როგორც მეგზური, არამედ როგორც წინამძღოლი, სადაც ქალს მიყავს იქ აღლუმი. და რამდენია მაგალითად ასეთი ქალი, სადაც როლები შეცვლილი. უფრო მეტიც ჰომოსექსუალურ წყვილებშიც ასევე პოლარობა, იქაც ერთი უფრო ქალური ტიპის ფუნქცია, მეორე უფრო მამაკაცური ტიპის ფუნქცია. უფრო მეტიც არის მაგალითად ასეთი აღწერილი სიტუაციები, როდესაც ბიჭი, რომელიც დაიბადა ჰომოსექსუალური ორიენტაციით, კი არ უსწავლია. ან ძალადობის მსხვერპლი კი არ იყო, ან მოდას აყოლელი კი არ იყო. თანდაყოლილად ასე მოხდა ქალი მამაკაცის სხეულში აღმოჩნდა. მისი ტვინი, სქესი დეტერმინირებულია. მამაკაცის ტვინი, რომელსაც აქვს ჰომოსექსუალური ფანტაზიები, ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, მისი თალამუსი, მისი ჰიპოთალამუსი, მისი ლიმბური სისტემა, ანუ ტვინის რეალური მატერიალური სუბსტრატები ისეთივე ორგანიზაციის არის, ისეთივე აგებულებისაა, როგორც ჰეტეროსექსუალი ქალის. მისი მოთხოვნილებები და ხედვები ტვინიდან მომდინარე არის ქალური ტიპის. ასე აღმოჩნდა სამწუხაროდ თუ როგორც არის, რომ ქალი აღმოჩნდა სხეულში მამაკაცის. აღწერილია რა? აი მაგალითად აი ფანტომური ტკივილი ეს ბერჯერ მომიყოლია და ახლაც უნდა ვახსენო. ფანტომური ტკივილი არის, აი თქვა ორგანო აღარ არის და ის ორგანო შენ თქვა გაწუხებს. აი მაგალითად ტკივილი ამოიღე და კბილი ტკივა არ არსებული. ან ფეხი აქვს მოკვეთილი და მოკვეთილი ფეხი აფხანება. რატომ? იმიტომ რომ ტვინში ხომ ჩაწერილია მთელი შენი სხეული, ტვინს ხომ ახსოვს რომ ის აფხანებოდა ის ფეხი. ხო? და ამყიოდა ხანგრძლივად და დაიმახსოვრა ტვინმა, ხომ დაიმახსოვრა და აღარ არის ერთი დღე, ერთი თვე, ერთი წელი, აღარ არის და ტვინი არ არის მიჩვეული სიჩუმეს. ტვინში სიჩუმე მოხდა, ეცა რო გაიპო და რა დევნის აველო. აი ესეთი მასშტაბის ტრიგერი უნდა მოხდეს, რომ და გაჩუმებას დიდი ძალის ხმევა სჭირდება. და რადგან იმპულსაცია აღარ მოდიოდა, ტვინმა იცადა. ჰეპ, სად არის და თვითონ გამოიწვია. აღგზნება, რომ შეექმნა იმიტაცია ფეხის შეგრძნების, რომელიც მოენატრა. რა აღმოჩნდა? მამაკაცი ტრანსსექსუალი. აი დარწმუნდა, რომ მორჩა, მე ვარ ქალი. მამაკაცის სხეულში. მე ამ სხეულში ვარ გამომწყდეული. მე აღარ მინდა ამ სხეულში ცხოვრება. მე მინდა ჩემი სხეული ესადაგებოდეს ჩემს ფსიქოლოგიურ სქესს და იკეთებს ოპერაციას. და გაიკეთა ოპერაცია. სქესის პლასტიკა გავიგეთ. მოიკვეთა ყველა ის ორგანო, რომელიც მას ეზედმეტებოდა, მაგრამ წესით ოპერაციის მერე თურმე არც ერთ ტრანსსექსუალს არ აღენიშნება ფანტომური ტკივილი, ფანტომური შეგრძნება. ტვინში არ იყო ჩაწერილი ეს ორგანოები. ორგანოები ჩაწერილი არ იყო. გასაგებია. ეუცხოებოდა, ეზედმეტებოდა. არის დისმორფოფობიების მთელი. ეს ძალიან ესე მარტივად არ შეიძლება ამასთან. და ეს იცით, აი ჯვარი წერია სანამ ოჯახში არ მოხდება ეს პრობლემა. მანამდე შეიძლება იფიქრო ესე სასტიკად და უნდა დაწვა ცოცხლად და ბენზინი გადაასხა. ჯერც ერთი. არა რატო? ჯერც ერთი როგორ შენ სიცოცხლის ხელყოფის უფლება ვინ როგორ ეს ცალკე თემაა ეს განსჭა ხო ეს ვინ მოგცა ეს მეორე სანამ შენ ამ პრობლემას არ შეასკდები და რო შეასკდები აღმოჩნდება რომ ეს შენი შვილი რომელიც გიყვარს და გაგიზია კვდება ეწირება ერთადერთი გამოსავალი არის ხოლმე რომ ქვეყნიდან წავიდეს და მიდიან იქ სადაც შეიძლება ამის გამო არ მოკლა გასაგებია. ამიტომ ყველა არქეტიპი ყველა ადამიანში მუშაობს მიუხედავად ორიენტაციის.
ქალბატონია, უღრმესი მადლობა, ისეთი საინტერესო იყო ეს. გაუგნებული გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ იყო ესეთი რაც ახლა ბოლოს ჩემი აღმოჩენა იყო ჰელენ ფიშერი, რომელმაც ეს ნეირობიოლოგია ძალიან კარგად დაალაგა და გამოყო ეს ესტროგენული ტიპი, ტესტოსტერონული ტიპი, დოფამინური ტიპი, სეროტონინული ტიპი. აი ნახეთ რა არის წამყვანი. ხო? ეს აი ნიშნავს იმას, რომ ყველა დიდი ფსიქოლოგი ექიმი იყო. უნდა ხედავდე ტვინს. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. უღრმესი მადლობა. თქვენ კი ვინც გვისმენთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.